მოგესალმებით. გუში ოქტოპუსის ერთკვირიან ლაივზე პირდაპირ სტრიმზე ერთმანეთს ჭადრაკში დაუპირისპირდნენ 90-იანების კორუფციის გოუთი შევარდნაძე და ზოგადად გოუთი ტატო ბაციკაძე. მე თვალები კარგად დავძაბე და ეს სვლები თითო-თითო ამოვიწერე. მოდით განახებთ პირველ პარტიას, რომელიც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. შევარდნაძე არის თეთრებით და თეთრები იწყებენ როგორც ყოველთვის. შესაბამისად, ტატო არის შავებით. E4, E5 ორივემ გადაწყვიტა ცენტრისთვის ეთამაშა. ეს უკომპრომისო ბრძოლა არის. ხედარი, რომელიც უტევს პაიკს და შავებმა გადაწყვიტეს პაიკის დაცვა. QC4 ამ პოზიციას იტალიური თამაში ქვია, იტალიური პარტია. შავებმა მეორე მხედარი განავითარეს, რასაც ორი მხედრის დაცვას უწოდებენ. ამის საპასუხოდ თეთრებმა, ნახოთ რა გააკეთეს. შეუტიეს F7 უჯრას, რომელიც შავებში ყველაზე სუსტი უჯრაა, რახან ერთი ფიგურა მეფე იცავს. შავებმა ერთადერთი სწორი სვლა ითამაშეს D5. პაიქს თეთრებმა სახე აახიეს და შავებმა პაიქს ხედრით უპასუხეს. თეთრებმა გადაწყვიტეს გოუთისთვის შამათი ჩაესვათ და ითამაშეს ლაზიერი F3. ლაზიერი და მხედარი ორივე ერთად უტევენ F7 უჯრას. ასევე ლაზიერი უტევს მხედარსაც კუსთან ერთად და ამიტომ ტატო ბაციკაძემ გადაწყვიტა მხედარი დაეცვა. მხედარი დაეცვა კუთი და ასევე კუიცავს F7 უჯრას. შესაბამისად, შამათი უკვე გამორიცხულია. ამის საპასუხოდ თეთრებმა გადაწყვიტეს თამაში შემოეყვანათ მეორე მხედარი. მაგრამ უკეთესი იქნებოდა კუს მოკვა მხედრით, რადგან ამ დროს მხედარი უკვე დაუცველია. ამას ხედავს გოუთი და მხედარს თავისი ლაზიერით სახეს ახევს. თეთრები კლავენ მხედარს და ამ დროს ტატომ გადაწყვიტა კონტრშეტევა და შეუტია თეთრების ლაზიერს. თეთრებს ამ დროს ერთადერთი სწორი სვლა აქვს და შევარდნაძემ ეს სვლა იპოვა. შავებმა უპასუხეს ისევ შეტევით და მათ შეუტიეს კუს. ამ დროს თეთრებს გოლის სხვა გზა არ დარჩათ და კუთი გადაწყვიტეს შავების კუსთვის ბოლო მოეღოთ. ამ დროს შავებს აქვთ ორი სვლა, ორივე მისაღებია, შეუძლიათ მხედრით მოკლან კუ და ასევე პაიკით. მიუხედავად იმისა, რომ პაიკით მოკლის შემთხვევაში შავებს ეყოლებათ გაორებული პაიკი, მაინც უკეთესი სვლა არის, რადგან შავი მხედარი ძალიან კარგ პოზიციაზე დგას, რადგან ის უტევს C2 უჯრას, რომლის დაცვაზეც ყველაზე ძლიერი ფიგურის რესურსი არის გამოყენებული. ამისათვის და ვახტანგ ბაციკაძე ესეც იქცევა. პაიკით კლავს კუს. თეთრები ცდილობენ მხედრის გაცვლას, რაც ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ შავებს ყავთ ძლიერი მხედარი. გოუთი არ უცვლის მხედარს და პირიქით მხედარს იცავს. ამ დროს ალბათ უკეთესი სვლა იქნებოდა ლაზიერი F5, რომელსაც განახებთ თუ რატომ. ლაზიერი F5-ის შემთხვევაში შავები თავაზობენ ლაზიერის გაცვლას და თუ თეთრები ლაზიერს დათანხმდებიან, პაიკს აიყვანენ, ასევე თეთრები გაუცვლიან მხედარს და შავებს ექნებათ უფრო, ასე ვთქვათ, მეტი სივრცე დაკავებული, პაიკები უკვე ასე ვთქვათ, გაფანტულად არ ეყოლებათ, ყველა პაიკი იქნება ერთ სივრცეში, ეს 4 პაიკი ერთად არის, ეს 3 პაიკი სამომავლოდ ერთად იქნებიან და ასევე მათ შეუძლიათ სწრაფად განავითარონ თავიანთი ფიგურები, მეფეს სწრაფად გადაიყვანონ დაცულ პოზიციაში და ასე შემდეგ. შავებს თეთრებს კი ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ მათი ფიგურების განვითარებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ პოზიციას QC5, თეთრები მაინც ცვლიან ეს მხედარს, Q კლავს მხედარს, პაიკები უტევენ კუს. Q გადადის ფლანგზე, მაგრამ მას თვალი უჭირავს F2 უჯრისკენ, რაც თეთრების
შემთხვევაში სუსტი უჯრა, რადგან მას მხოლოდ მეფე იცავს. თეთრები აკეთებენ სწორ სვლას, ისინი უხსნიან კუს სივრცეს, სამოძრაო არეალს, ასევე უტევენ ლაზიერს. ლაზიერი F6, აქ გოუთს აქვს თავისებური საინტერესო ჩანაფიქრი, მისი კუ და მისი ლაზიერი ერთად უმიზნებენ ერთ პატარა პაიკს. როგორც ზოგიერთ ფილმებშია, ორი ან რამდენიმე დიდი შავი უმიზნებს ერთ პატარა თეთრ პაიკს. ამ დროს ყველაზე სწორი სვლა იქნებოდა ლაზიერით პაიკის მოკვლა, ლაზიერების გაცვლა, შემდგომ კუს განვითარება შესაბამის უჯრებზე, ასე ვთქვათ, მეფის დაცულ ფლანგზე გადაყვანა და თამაშის გაგრძელება. მაგრამ როგორც ჩანს, შევარდნაძემ იფიქრა, რომ პაიკით თუ აიყვანდა პაიკს, ის ლაზიერს შეუტევდა, მაგრამ მან ვერ შეამჩნია მთელი სქემა. პაიკი კლავს პაიკს, ემუქრება ლაზიერს, მაგრამ ლაზიერი სახეს აძრობს F2 პაიკს. ამ დროს ზუსტად ესეთი რეაქცია ჰქონდა ლუკა გალატოს, ისიც მიხვდა, რომ თეთრებს ძალიან ცუდად აქვს საქმე. თეთრებს მხოლოდ ერთადერთი სამოძრაო გასაქცევი არეალი აქვს, გასაქცევი უჯრა აქვს, თეთრები ესეც იქცევიან, გარბიან და მომაკვდინებელი ეტლი შემოდის თამაშში. ქიში. აქ მხოლოდ მეფეს გასაქცევი უკვე არსად არ აქვს, მხოლოდ რამდენიმე ფიგურის გადაფარება შეიძლება კუს დაფარება, რაც მომენტალურ შამათს გამოიწვევს, ასევე ლაზიერის აქ ან აქ თამაში, რაც ასევე წამგებიანია. მოკლედ, საბოლოო ჯამში შევარდნაძემ გადაწყვიტა ეთამაშა D4, ლაზიერი D4, რაც ასევე წამგებიანია და ვნახოთ როგორ დასრულდა პარტია. კუ კლავს ლაზიერს, პაიკი კლავს კუს, ეტლი კლავს. და აქ უკვე ტატომ თვითონ გაუწოდა ხელი, დამნებდი ჩემო მეგობარო. დანებდა კიდეც, რომც არ დანებებულიყო, ერთ სვლაში იყო შამათი, რადგან თეთრები იძულებულნი იყვნენ დაეფარებინათ ეს კუ და ამ კუს, რა თქმა უნდა, მოკლავდა ლაზიერი, შამათი. მოკლედ გამოვიდა საინტერესო პარტია. თუ ამ ვიდეოს ნახავთ, თუ ამ ვიდეოზე გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ოქტოპუსის არხი, სავარაუდოდ მაინც ყველას გექნებათ გამოწერილი, მაგრამ მაინც გამოიწერეთ და იმედია ჭადრაგი უფრო პოპულარული გახდება. მომავალ შეხვედრამდე.